მე ვარ ბექა შარაშენიძე, ბევრისთვის უგეცნობილი წიგნის მეგობრის შემქმნელი. ეს ყველაფერი დაიწყო 2017-18 წლებში. ჩემი სახელოსნო გავხსენი. და მაშინ ძიებაში ვიყავ, ესე არ იყო წიგნის მეგობარი პირდაპირ გაჩნდა თავისით. ძიებაში ვიყავი და იდეა არსებობდა, ჩვენ მეფეებსაც ჰქონდათ, ლოცვებს კითხულობდნენ. და რაღაცა იდეა რომ მომეწონა ეს ჩემი ფორმატ შევქმნია, როგორიც არის, ჩიტის ფორმა არის. ხო და კი ყველა არჩენ უნდა არავის პრინციპში ვის რა თუნდა წიგნებს ვინ კითხულობს. რაღაცას რომ დაისახავ მიზნად უნდა მიაწვე ბოლომდე რა. და ესე გაჩნდა ეს წიგნის მეგობარის და მინდა გითხრა რომ დღეს მთელი მსოფლიო ჩემ დიზაინს აკეთებს. ეგეც ასიამოვნოა რა პრინციპში რა. იქ საკპატენჩიც მქონდა ეს კვლევას ჩავატარე თავის დროზე 2018 წელს. ხო და მაგას ვერ შეაჩერე რომ გიკოპირებენ. მირიქითულა ისიამოვნო მაგითიც მე მგონი რა და არ უნდა გაჩერდე რას მთავარია რა. წინა არის მთელი ცხოვრება რაღაცა სულ ჭხირკედელაობდი რა. სულ რაღაცა მეხერხება, სულ რაღაცას ვაკეთებ რა და კი ხა ეს ხეზე არ მიმუშავია ეს არასდროს, მაგრამ რაღაცებს ვაკეთებდი სულ. საოცარი ის არის რომ აი ამ კეთებაში ხო, აი ამ ძიებაში, იმაში მინდოდა სულ იდეალური მიმეღო ხის ფაქტურა რა. და ამ ზეთი და ქიმიის გარეშე. და აღმოჩენა გავაკეთე ძალიან სერიოზული, მინდა გითხრა რომ საქართველოში ესე არავის ხის არ ამუშავებს, ანუ ხის დამუშავების ტექნოლოგია შევისწავლე ჩემით, ანუ ისე რომ ხე ბზინო არის, სარკესავით არის რა, აი ყველანაირი ქიმიის ზეთის და რაღაცების გარეშე, ლაკების გარეშე, ხე ბზინოს მე განახებ ვიდეოებს მაგის დამუშავებულს. საოცრებაა რა, ანუ ბუნებრივი სილამაზე უნარჩუნდება ხეს რა და ეს იყო ჩემთვის დიდი აღმოჩენა რა. ხეზე მუშაობას ვისწავლე ასე ვთქვათ რა. მე კი ავაკეთე მარტო წიგნის მეგობრებს აღარ უკვე ბევრ რაღაცებსაც ვაკეთებ რა. იქ სანათები არის, ბევრი რაღაცები არის, საათების არგეები. ესე იგი დავიდა რომ შევქმნი ეს წიგნის მეგობარი რა. ჩემთვის მქონდა რა, ეს წიგნისთვისაც ძალიან კარგად ხვალობდი და ვინც ნახულობდა ძალიან ეხლა სხვანაირი ჰქონდათ რა, რაღაც რეაქციები ჰქონდათ, აი სასიამოვნო რეაქციები ჰქონდათ რა და ვგრძნობდი რომ რაღაცა იყო ამაში ჯადოსნური რა, ასე ვთქვათ რა. და იმიტომ რომ აი რავი ათეულობით, ასეულობით კაცი აი ძალიან კარგ რეაქციას გამოხატავდა რა და მივხვდი რომ ეს ის იყო რა, რაც საჭირო იყო რა. ადამიანებისთვის რაც ეკლდათ რა, ასე ვთქვათ რა. რომ დავიწყე ამის კეთება, ესე სერიოზულად, პირველი გამოსვლა ხალხში იყო, გამოფენა მოდიოდა, წიგნების ფესტივალი მოდიოდა. საკმაოდ ისეთ თანხა ჭირდებოდა გამოფენას, რომ მომზადებულიყავი, მანქანა მყავდა გავყიდე ის მანქანა, გაგიჟდაო ესო, ვაფშეო, ჩემზე იძახდნენ, რეებს აკეთებსო, ვის რა თუნდა ეს ეგრის მეგობარიო და და სახელიც ესე შეურჩიე რა გემრიელად. გავიტანე გამოფენა წიგნის ფესტივალზე და აი იქ მივხვდი, რომ ეს უნდა მეკეთებინა სულ მე რა, იმიტომ რომ საოცარი რეაქცია, ანუ დადებითი ემოციები მოდიოდა ხალხისგან. დღემდე ეგრე, აი ხო ამდენ 7 წელი ავაკეთებ, სულ მინდა ხოლმე რომ აი ჩემს სტენდთან კამერები დავაყენოთ, რომ ისეთი ემოცია, კარგი ემოციები მოდის ადამიანებისგან, აი საოცარი მუხტია რა ჩემთვის რა და აღარ ვეშვები აი ჩემ სტენდთან არ მოდის ისეთი ადამიანი, რომელსაც წიგნი არ უყვარს. აი ეს არის თან წიგნიერი ადამიანი, ყველა არის არ ვიცი, რაღაცნაირი ენერგიით სავსე არის რა, აი დამუხტული არის და გადმოგცემს ამას და ეს გაცვლას მიდის ენერგიებს. თემ სოფლიოშია წიგნის მეგობარი 7 წელია, მე ძირითადად ტურისტები, ქალაქში ვარ რა და ტურისტების, ქართველების, ყველა თემ სოფლიოსთან მაქვს შეხება, ასე ვთქვათ რა. იყო ესეთი შემთხვევა, იაპონელები იყვნენ მოსულები და როგორ ამუშავებო ხესო ესეო რა და ბზინოარებსო და მეტი სიყვარული ჭირდება თქო რა. აუ ეხლა შენ ისეთ რაღაცას გვეუბნები რომ ჩვენთან ერთი საოცნეს არის ცნობილი შეფ-პოვარი არისო რა. და მაგას კითხეს საჭმელებს როგორ აკეთებო რა ესეო რა და მეტი სიყვარული ჭირდებაო რა. ზუსტად ერთ-ერთი იძახიო, რასაც ის იძახისო რა, ის ჩვენი შეფ-პოვარია. ყველაფერი ეგრეა მართლა, რაღაცას რასაც აკეთებ, სიყვარულით თუ გააკეთებ, მთელი გულით, სულით, ყველაფერი გამოგიო რა.
რეალიზაცია იცი როგორ არის, რომ თავიდან ყველა წიგნის მაღაზიაში მქონდა, ბიბლუშიც მქონდა, ну, რაც არის საქართველოში წიგნის მაღაზია, ყველგან მქონდა, მაგრამ იმდენად დიდი რაოდენობა უნდა და იმდენად დაბალ ფასში უნდა დათ, რომ ნუ ეგარ ვწვდებოდი რა, ეს ხელნაკეთია, ეს ქარხმოთ რომ ზადდებოდეს, კიდე ხო და ну, რაღაცა პერიოდის მერე გამოვიტანე რა ამ წიგნის მაღაზიებიდან და გადავწყვიტე რომ ეს ქუჩის მარკეტები რო არის, ეს ხელნაკეთი ნივთების, ბევრად ფასიც უკვე ჩემთვის მისაღები იყო უკვე იქ რასაც ვყიდიდი და გადავწყვიტე რომ მათ ჩემით რეალიზაცია გამეკეთებინა რა, ბევრად მიფასდებოდა ასე ვთქვათ, ვიდრე აი თან ლოდინი კონსიგნაციაზე უნდათ მაღაზიებს და ამდენ რაოდენობას ხელნაკეთი ვერ იტანს რა, ძნელია რა. და ძირითადად აი ეს ქუჩის მარკეტებში ვიღებ მონაწილეობას და იქ ვახდენ რეალიზაცია. კი მაქვს ახლა რამოდენიმე მაღაზიაში. წიგნები ბათუმშიც მქონდა ის მაღაზია, მაგრამ აღარ არის, იქაც მქონდა ეს. რამოდენიმე მაღაზიაში არის ეხაც და მინდა რომ ცოტა რაღაცა შევავსო, რომ ჩანდეს რა ეს. იმიტომ რომ დამიკოპირეს, აი არის ყველაზე პირველი ქართველმა დამიკოპირა სამწუხაროდ. ну სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაღაც გიკოპირებელ ესე იგი მოწოთ რა ასე თქვა და აქედან უნდა შევხედოთ რა მაგითიც ბედნიერი უნდა იყო რომ გიკოპირებენ ესე იგი კარგს აკეთებ რა ну რაოდენობა ეხლა რომ ხან როგორ ახლა მაგალითად ზამთარი ისეთი პერიოდია რომ გაჩერებული ასე თქვა ეს ტურიზმი რა ისე აღარ არის მცირვა და ქუჩაში მარკეტებიც ესე აღარ ტარდება და აი როგორ გითხარ ხა წელიწადში რაღაცა არის რა რაღაცა რაოდენობა რომ მიიღირს რომ ეს ვაკეთო მხოლოდ ბექუდარც არის ესეთი გვერდი რომელზეც არის ყველაფერი თავმოყრილი სანათები წიგნის მეგობარი სარგეები საათები და ბევრი რაღაცა ხის დაფები ადრე სამაჯურებსაც ვაკეთებდი ხის ანუ ეს აკაციის ხე არის რაღაცა საოცარი მე ძირითადად აკაციის ხეზე ვმუშაობ ექსპერიმენტებს ვატარებდი ასე ვთქვათ სანამ გავიდოდი რა ფართო საზოგადოებაში ასე ვთქვათ ბაზარზე საღებავები, ზეთები, ისა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეკოლოგიურად სუფთა ყოფილიყო ჩემი პროდუქცია რა და ამან მიმიყვანა ძალიან ბევრი სირთულე გავიარე, აი ძალიან დიდი სირთულე, მაგრამ ეგ სირთულეც გაია ზრდის ადამიანს, მე სულ ვეძებ სირთულეებს და ის ამომავლოდ მე 3 წელი შექმნილი მაქვს ამისი განვითარების პროტოტიპი რა. უბრალოდ საჭირო მომეც ველოდები ან პიროვნებას ასე ვთქვათ. არ ვიცი, აი კი მაქვს შექმნილი, მაგრამ ისიც სოფლიოში ანალოგი არ აქვს იმასაც რა. 1-3 წელია მიდევს ეს პროტოტიპი და ნუ ალბათ თვითონ მოდის რა, რასაც თვითონ მოდის ყველაფერი რა მე რა. ამის განვითარება არის ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზული, რომელსაც აი ვერცად ვერ ნახავ რა. და ძალიან საჭირო ნივთი არის. არ შემიტანი არაფერზე. აი არც გრანტი, არაფერი ხო, აი ირგვლივ ახლა ძალიან ბევრი მეწარმეს ვიცნობ და ყველა გამოიყენა ეს აწარმოე საქართველოს ძირითადად რა. მაშინ ახლა აღარ არის გრანტები, ახლა სისხლები აქვს რაღაცა იაფიანი და არაფერი რა. იმდენად რაღაცა მორგებული ვარ, არავის არ ვაწუხებ ჩემთვის. ვიყიდი მაგას გავაკეთებ, აი ზედმეტ იმასაც არ ვყიდულობ დანადგარს, რომ რაღაცა კიდე გადავერთო იმაში რა. აწყობილი მაქვს ესე რაღაცა საათივით რა. ეს წიგნის მეგობარიც შეგიძლიათ გაარჩიოთ როგორც ხის დამუშავების ტექნოლოგიით, ესე დამუშავებული ხე იშვიათად თუ შეგხვდებათ სადმე, თუ შეგხვდებათ და ნუ რაც თავარია ჩემი ლოგო, წიგნი და ჩიტი ერთად რა, რომელიც ყველა წიგნის მეგობარს მაქვს დატანილი. და თვითონაც ეს წიგნის მეგობარი ჩიტის ფორმაა და აგეთი გაარჩევთ ორიგინალს და დამუშავების ტექნოლოგიით დაკოპირებულებისგან ასე ვთქვათ. წიგნის ფესტივალებზე ვარ ხშირად რა, ნუ ყოველ წელს ტარდება რამოდენიმე წიგნის ფესტივალი და მე ყველგან გამოვიდი, ყველგან მივიღებ მონაწილეობას რა. იქ კი არა, აი ყოველ წელს ტარდება კიდე შერატონში დიპლომატებთან ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, იქაც აი ხაც ბილტმორში მაქვს კვირას მაგალითად. ესე იგი, თავიდან 2018-19 წლები იყო, გელა ჩარკვიანი შემოხვდა და ტურაშვილი. ერთ-ერთი წიგნის მაღაზიის გახსნაზე იყვნენ და მივედი და ვაჩუქე ორივეს რა.
გელაჩარკვიას ეგონა ხაჯია, ასე ვთქვათ, ხევსურული კასტეტი არის თითის, რომ გაიგოს წიგნის იყო გაუცდა, ძალიან მოეწონა. და ტურაშვილმა პირდაპირ ეთერში ამოიღო, გაჩვენა აი წიგნის მეგობარიო. ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებსაც აქვთ რა ცნობილ ადამიანებს, რა ეს წიგნის მეგობარი რა. ძალიან ყველას ძალიან მოწონს თან რა. ხელშიც რომ დაიჭერ ისეთ სასიამოვნო ვეღარ უშვებ ხელს რა, ეს თამუში ხის თანაკაციის ხი არის, ამას ეძახიან. მე ძირითადად აკაციაზე ვმუშაობ, სიცოცხლის ხეს ეძახიან რა, ძალიან ენერგეტიკული ხია და ასე იკრავს რა ადამიანს ხელს რომ მოკიდოს მე აღარ ვუშვებენ რა და მე ისინი მოულოდნელი კარგი საჩუქარი გამოდის მე და გრავირებებს უკეთებ ვისაც უნდა მე წარწერები სახელები თბილი სიტყვები რაღაცები და ესე პერსონალური საჩუქარი გეთდება საოცარი რა ადამიანის ესე იგი რჩევა ნომერი პირველი სტარტაპერებისთვის რომ არ გაჩერდნენ არავითარ შემთხვევაში მიზანს როცა მოიღებს უნდა მივიდეს ბოლომდე რა იმის და მიუხედავად ვინ რას იცახის რა ირგული მეორე არის რომ სირთულემ არ უნდა შეაშინოს სირთულე პირიქით უნდა ეძებოს სირთულეები რომ მე სირთულეში გავიზარდე რა დღემდე ვეძებ სირთულეებს რომ უფრო მეტი ვისწავლო რა ეს სწავლა ცხოვრების ბოლომდეა რა მესამე არის რწმენა რა რომ გჯეროდეს შენი ძალები შენი თავის რა მეტი არაფერი რა და გამოგიო რაც ის გჯერა ის გამოგდის ყოველთვის რა რწმენას აქვს ყველაზე დიდი ძალა აგერ იესოված გვითხრა ჩვენ მაგი დოგვის მარშვის ოდენა რწმენა გინდა რომ გადადგა თა ასე ვთქვათ